მოგესალმებით მეგობრებო, მინდა გაჩვენოთ დასრულებული კოტეჯი. დრამასალის განკეთდება. ძირითადად რა შეკითხვებით დაინტერესებული ვირებს მინდა იმას გავიწოთ საძირკველიდან. ესეთი კოტეჯები იქნება წერტილოვანი საძირკველი. პლასტიკატის შიგნით გვაქვს XPS-ი ხის იატაკზე ქაფით მიწებული ორმაგი 10 სანტიმეტრის XPS-ი არის შიგნით გაშვებული და შემდეგ არის პლასტიკატი იატაკის ქვეშ იმისთვის რომ ნესტი არ იყოს იატაკი. გარე ფასადის ლამპა ერთობლივი აფშიკა დამუშავებული არის ესეთი პოლონური სამშობლოების დეკორის საკუთარი არის რაც ძალიან კარგად ინახავს გარე ფასადს. სახურავს რაც შეეხება ეს არის კორეული სახურავი საკმაოდ კარგად ძლებს და მაგი გარანტიერი კორეული სახურავს აქვს ორივე მხარიდან კარგად იატაკის ფიცარი გვაქვს ცოტათი დაშორებული, იმიტომ რომ ნალექი წვიმა იქნება თოვლი იქნება, რომ არ გაჩერდეს ზედაპირზე და ჩავიდეს დაბლა ასევე არის მეორე სართულზე ცოტა დაშორებული. რკინის მოვაჭრები გადაწყვიტა თვითონ დამკვეთმა, მაინც გარეთ არის და რომ დადიოდეს და შავი მეტალოებთან კარგად დავიდა ეს. აი შესასვლელი პირველი სართული გამოიყურება ესეთაერად არის 30 კვადრატი. 30 კვადრატი და პლუს აივანი კიდე არის ცალკე 1 მეტრი სიგანე. თვითონ ეს პირველი სართული არის 30 კვადრატი. აბაზანა ტუალეტის ფართი არის სადღაც 3 კვადრატამდე კუთხემი აქვს და აბაზანის აქეთ მხარეს აი ამ კუთხეში უკვე განლაგდება სამზარეულოს ასასვლელის ხედავთ მეორე სართულზე ასასვლელი კიდე როგორ არის არ დავკარგეთ ფართი და კუთხე გამოვიყენეთ მეორე სართულზე ასასვლელად. ეს მხარე დივანკრესლოსთვის იქნება ალბათ ესე არის განლაგება საკმაოდ დიდი ფართი არის იმისთვის რომ დაიდგას დივანკრესლო და რაღაც პატარ-პატარა ნივთები. აბაზანა ტუალეტი ჯერ არ არის გარემონტებული, ამიტომ დახრულია ეს არის გასაკეთებელი. ამ კომპონენტამდე მიყავს ჩვენ აბაზანის კუთხე. ხის რიკულები, ესეთი ფართო საფეხურები
არ არის ძალიან დიდად დახრილი კიბე, არის კომფორტულად ასასვლელი. შეიძლება მაქსიმალურად დავხარეთ კიბე. მეტალო ფანჯარა არის, ესე ევრო გადმოღება აქვს. აუცილებელია რომ კონდეს როგორც პირველ სართულს, ასევე მეორე სართულსაც გასანიავებელი ფანჯარაც, ამიტომ აუცილებლად უნდა იქნებოდეს. საკმაოდ დიდი ფართი არის მეორე სართულის 24 კვადრატი გამოდის. აი ესე გამოიყურება. აი ესეთი ლამაზი ხედი არის მეორე სართულიდან. ეს ვიმყოფებით ახლა სვანეთში, უშგულის მხარეს არის კალა, სოფელი პატარა კალა. სოფელი არის, აი ეს არის ესეთი ეს არის დინარე ენგური. დინარე ენგური არის ეს. აი ესეთი პატარა, არც თუ ისე პატარა აივანი მეორე სართულის. მოკლედ მეგობრებო, დაინტერესების შემთხვევაში მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდით. კითხეთ, რაც გაინტერესებთ. გიპასუხებთ ყველაფერზე. კოტეჯთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებთ. აი ესე გამოიყურება. ორივე კოტეჯი არის ერთი კვადრატობის და ერთნაირი ვიზუალის, ზუსტად ეს ორი ცალით 5 კოტეჯები არის, ესე გვერდი.